ცხოვრების თამაშის წესებს რო გაარკვევო, უკვე იმ ასაკში ხარ, რომ ვეღარ თამაშობ. სამყაროში შემოდიხარ და გხვდებიან შემფასებლები. ეს რა ქენი, რას გავხარ, ეს როგორ, ის რა დაგემართა, ეს როგორ ვიცით, ეგენა ჩვენ ვიცით სიყვარულის ენა. პირველ ეტაპზე ავტორიტეტი მოდის თავისით, მეორე ეტაპზე ავტორიტეტს შენ ირჩევ, ოღონდ გარეთ ირჩევ იმ ავტორიტეტს და მესამე ეტაპია, როდესაც შიგნით შემოყავს ეს ავტორიტეტი. შენი თავის დაფუძნებული ეს ახარ ფირმა თუ სააქციო საზოგადოება ხარ, სადაც ღმერთს აქცილი და მშობლებს და მასწავლებლებს და მეგობრებს. საქციელი გძულს და ადამიანი გიყვარს. ატყუებ და მამა შენიო არა ხარ პრინცესაო. მიმღებლობა იმ თვალსაზრისით, რომ თანხმობაში მოვიდეს საკუთარ თავთან. და მეორე ნაწილი კიდე ტყუილებს კბირდება. წარმოიდგინე, რომ ორი მრჩეველი ყავს, ერთი გეუბნება, რას გავხარ და არაფერი შენგან არ გამოვა, მეორე გეუბნება, რომ ხვალ იქნება სულ სხვა ცხოვრება და სულ სხვა მომავალი. ადამიანად ყოფაო სასტუმროს ყოფას გავს. ყოველდღე ახალი სტუმრები შემოდიან და გადიან. მოგესალმებით ტრანსფორმაციულ ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად სივრცეში, სადაც ვეძებთ არა გარეგან მითითებებს, არამედ შინაგან ხმებს. და დღეს ჩემთან არის სტუმარი, რომელსაც არ ჭირდება წარდგენა ქართული აუდიტორიისთვის, ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობთ. სანდრო ჯეჯელავა მყავს სტუმრად და ვსაუბრობთ თემაზე თვითშეფასება და თვითშეფასების ძალა. მადლობა რომ მომიწვია მარიკა. როგორ ხარ სანდრო? კარგად ვარ. ესე იგი, ლაოძის მიაწერენ ნათქვამს, რომ ცხოვრების თამაშის წესებს რო გაარკვევო, უკვე იმ ასაკში ხარ, რომ ვეღარ თამაშობ. ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა ცოტა გავერკვიე თამაშის წესებში. ჯერ კიდე დრო მაქვს, მადლობა ღმერთს, ესე იგი, მაგრამ მართლა ესეა რა, ნახევარ ცხოვრება გადის, რომ გაიგო, ესე იგი, რა ხდება. და მეორე ნახევარში უკვე ვიწყებთ ჩვენი თამაშის წესების ეგ ძალიან კარგ შემთხვევაში რა, ეგ არის მაგარი გამართლება, ჯანმრთელობა თუ მიყვა იქამდე და ნერვები და რა ვიცი, გარემოცვა და ასე შემდეგ. მე ხა ესეთი დაბჭდილება მაქვს 50-ის შემდეგ 50 წლის რაც გავხდი 2 წლის წინ, რომ რა ვიცი, ახალი თავიდან დაიწყო, თითქოს თავიდან რაღაცა ახალი შანსი მომეცა. ბევრი თვალსაზრისით და მოკლედ ეგეთი ისა მაქვს რა. საინტერესო ეტაპი და პერიოდი დაიწყო. კი, ძალიან საინტერესო, ნამდვილად და ძალიან მადლიერი ვარ, ესე იგი, ცხოვრების. სამყარო ისე საინტერესოდ ვითარდება ჩვენთან ერთად, რომ კი. კარგი ამბების მომსწრეც ვართ ამ ყველაფერთან კი, ერთად. თან ხო ნათქვამია, რომ ან ისე უნდა იცხოვრო, რომ არაფერი არ მიიჩნიო სასწაულადო და ან ყველაფერი მიიჩნიო სასწაულადო რა და ჯობია რომ ყველაფერი სასწაული. აბა რა, ჩვენ ისა ვართ ცოტა განებივრებული და აი ცუდი გაგებით რა, ცოტა ისე ფაქტად გვაქვს მიღებული, რავი, რაღაცას უსმენდი ამას წინად, რომ შემდეგ ჯერზე წუწუნის ხასიათზე რომ დადგებითო, გაიხსენეთო, რომ 100 წლის წინ მარტო მეფეებს ჰქონდა ცხელი წყალიო რა. მეტი არავის არ ჰქონდაო, ესეთი ელემენტარული რაღაცა, რომელიც ახლა რომ უნკას მოუშვებს და წამოაბარა სიზამს დაახლოებით, ხო? ხო და რავი, ელექტროობაზე რო არაფერი ვთქვათ და რა ვიცი, ერთმანეთის ნახვის საშუალებაზე და ინტერნეტზე, ონლაინზე, AI-ზე და ასე შემდეგ რა და ჯანმრთელობის მიხედვის შესაძლებლობა, რა ის midlife-ი და ისა გაგზალი ფეხი ქონდა იმაში, რა ქვია. მოკლედ, საოცრებების სამყაროში ნამდვილად ასეა. ამ საოცრებების სამყაროში რამდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს თვითშეფასებას ადამიანის ცხოვრებაზე და რეალურად რა ქმნის ნამდვილ თვითშეფასებას? წარმატების ხარისხები, სხვების აღიარებები თუ კიდე არის რაღაც სხვა რაღაცები, რაც ქმნის? იცი რა, მე მომწონს, ესე იგი, აი 3 ეტაპი ცხოვრების, ხო? ერთი არის
თინეიჯერობამდე, გარდატეხის ასაკამდე ბავშვობა დავარქვათ, ხო? მერე მოდის გარდატეხის ასაკი, მერე დავარქვათ ახალგაზრდობა ამ ამბავს და აი შუახანი გავხადოთ მეორე საზღვარი. ხო, ზრდასრულობის ისა და ამიტომ მე მგონია რომ მაგ სამ ეტაპზე ძალიან გამოკვეთილია, მოკლედ პირველ ეტაპზე პირდაპირ სამყაროში შემოდიხარ და გხვდებიან შემფასებლები. აი პირდაპირ ეს დაგიწერს ნიშანს ჩაცმაში, ის ჭამაში, ის ფიზიკაში, ის იმაში და თითქოს ესე გეჩვენება, რომ საერთოდ სამყარო ესეთია, რომ შენ შესაფასებელი რაღაცა არსება ხარ. ხო, სიყვარულიც არის, რა თქმა უნდა, სითბო და ყველაფერი, მაგრამ აი ოდნავ რომ წამოიზრდები, იწყება, ესე იგი ძალიან მკაცრი შეფასება და მე მგონია, რომ გარდატეხის ასაკის ბრძოლები ზუსტად მაგასთან ბრძოლაა, რომ კაცო დავანებეთ თავი, მე ვარ, ხო, მაგას ამბობს მოზარდი, რომ მე ვარ უნიკალური პიროვნება და მე გადავწყვიტავ, ესე იგი, რა მინდა და რა არ მინდა, ხო? მაგრამ ეგ თავისუფალი არჩევანი, მთლად თავისუფალი არჩევანი არ არის, ფაქტიურად მოცემულ მსაჯებიდან გადაბარდები შენ არჩეულ მსაჯებს. მე ესე მესმის მეორე ეტაპი ცხოვრების, რომ აი მე ავირჩიე მარიკა, დაუმეგობრდი და ეხა ის განმსჯის მე. და ჩემი მეგობრები გამსჯიან, მეუღლე, შეყვარებული, ისა ესა, ჩემი კოლეგები, ჩემი ჯგუფელები, სადაც მე ჩავაბარებ და ასე შემდეგ. და ეს მეორე პერიოდი მიდის აი ამ შეჯიბრში, დატოლებაში, რომ აბა იმას ხო არ ეწყინა, ამას ხო არ ეწყინა და მე რა ვიფიქრე და ესა, ხო? და აი შუა ხანი, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით ზუსტად მაგისგან გათავისუფლებაა, რომ კიდე ერთხელ ხვდები, რომ ისევ ბატონყმობაა, ასე ვთქვათ, რა, ანუ ის თუ იყო დახვედრილი ხალხი, ეს არჩეული ხალხია, მაგრამ და გეფიქრება, რომ შენი დრო როდის ღა არის, ასე ვთქვათ, რა, როდის მოდის ეს შენი გამოსვლა და ამიტომ მე მგონია, რომ ამ სამ ეტაპზე და მაგას ვერაფერს ვერ უზამ, ის ისეთია ის ეტაპი, მეორე ასეთია და მესამე ის. და ძალიან გაგვიმართლებს ჩვენ ადამიანებს თუ იმის ფუფუნება გვაქვს, რომ აი მესამე ეტაპზე გქონდეს საშუალება, რომ წყნარად შვიდად დავფიქრდეთ და რავი, ვალები და დაავადება და ომები და რაღაცა არ გვიშლიდეს და არ გვირევდეს ტვინს რა და ამიტომ მე მგონია, რომ ეხლა ამ ეტაპზე რა თქმა უნდა მგონია, რომ მე უნდა გადავწყვიტო, ესე იგი ჩემი ცხოვრება როგორია და მაგრამ მანდაც პრობლემაა, იმიტომ რომ თვით შეფასება ან შენი თავის სიყვარულზეა აგებული და ან არ არის შენი თავის სიყვარულზე და ის ფრაზა მე ძალიან მომწონს, რომ როგორცო შენ თავს ელაპარაკები და განსჯიო ეგრე რომ მეგობრებს განსჯიდე, ერთი მეგობარიც არ გეყოლებოდაო რა და მართლა გულწრფელად მჯერა, რომ ეს რა ქენი, რას გავხარ, ეს როგორ, ის რა დაგემართა, ეს როგორ დაგავით, ეგრე რომ უთხრა მეგობარს, რა ვიცი, იტყვის რომ კაი, გასაგებია ესე იგი ყველაფერი და წავედი მე, არ გდომია შენ, ხო? არა და მეგობარმა რომ იგივე მოგიყვეს, ეტყვი რომ ის არ მოსვლია კაცო, ძიმე დღე გაქვს დღეს და ხვალ გაივლის ახალი დღე იქნება, ძალიან სიყვარულით ვიცით, ეგენა ჩვენ ვიცით სიყვარულის ენა, ოღონდ ჩვენ თავთან მიმართებაში არა და აი მე მგონი მესამე სერიას თუ დავარქმევთ, ესე იგი midlife-ის მერე რაც ხდება, მგონია რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ეგ არის, რომ ჩაუდგე სათავეში შენ მოყვარულთა საზოგადოება, შენ ფან-კლუბს ჩაუდგე სათავეში რა და ეგ ადვილი არ არის. ჩვენ აღზრდასთან წინააღმდეგობაშია, მეორე ეტაპთან წინააღმდეგობაშია საზოგადოების მოთხოვნასთან და ბევრ ამისთან გვეჩვენება, რომ თავმდაბლობის პრინციპს არ ღვევს და რა ვიცი, მილიონი რაღაცა გვეჩვენება რა. მე რაც მოვისმინე, ხა შენ დაყავი სამ ეტაპად ცხოვრება და განაწილე პირველ ეტაპზე ავტორიტეტი მოდის თავისით, მეორე ეტაპზე ავტორიტეტს შენ ირჩევ, ოღონდ გარეთ ირჩევ იმ ავტორიტეტს და მესამე ეტაპია, როდესაც შიგნით შემოყავს ეს ავტორიტეტი და ეუბნები, რომ მე ვარ გადაწყვეტილების მიმღებიც და მე ვირჩევ ჩემ ცხოვრებაში რა არის კარგი და ცუდი. ცალსახად და ჩვენი სამების კონცეფცია, ესე იგი ქრისტიანობაში არსებობს მოსაზრება, რომ მაგას უკავშირდება, რომ ის წვერებიანი ბაბუა, რომელიც გაბრაზდება, არის ბავშვის ღმერთი, იმიტომ რომ სხვას ვერ აუხსნით, ესე იგი ძე რომელიც რევოლუციონერია და ძველ წესებს არ ღვევს და ახალ წესებს აწესებს და მრევლს ქმნის, ასე ვთქვათ, აქტიურად
დიახ, არის შუა მეორე ეტაპის ღმერთი და სულიწმინდა, რომელიც შიგნით არის, ასე ვთქვა, და ადამიანშია ჩაბუდებული, არის მესამე ეტაპის. ხო? ეხლა ესეა თუ ესე არ არის, მე არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ რაღაცა კავშირს ნამდვილად ვხედავ ამ ამბავში. ძალიან საინტერესო პრიზმაში შემახედე ახლა. და იცი რა მაინტერესებს, სანდრო, ეს შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც ბავშვობაში გაჩნდა. როგორ გავაჩუმოთ ის ხმა, რომელიც უკვე მიჩვეული ვართ ამ შინაგან კრიტიკოსთან ურთიერთობას. კი ქონდა ეტაპი, როდესაც გადმოვიდა და ავტორიტეტი იყო ჩვენი არჩეული, ჩვენი თანატოლები და ავირჩიეთ. მერე ვამბობთ, რომ შევდივართ ზრდასრულობის პერიოდში, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჯერ არ შესულან, მაგ ზრდას შეიძლება 40 წლისაც იყოს და 50 წლისაც იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზრდასრულობაში ჯერ არ იყოს შესული. ამას ამ შემთხვევაში რას ვეუბნებით ადამიანს, რომ როგორ გააჩუმოს ეს შინაგანი? იცი რა, ჩემი ყველაზე ქმედითი მე რაც მოვიფიქრე ამ ადამიანებთან ლაპარაკი, ხა მე ბიზნესიდან მოვდივარ და ბიზნეს ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ესენა ესმით, ესე იგი იმ ადამიანებს, ვისთანაც მე მიწევს მუშაობა და ვეუბნები, რომ მოკლედ შენ დავიწყოთ იმით, რომ შენ თავს ეკუთვნი, მოკლედ შპს, ესე იგი შენი თავის დაფუძნებული სახარ ფირმა თუ სააქციო საზოგადოება ხარ, სადაც ღმერთს ააქცილი და მშობლებს და მასწავლებლებს და მეგობრებს, ხო? ამაზე ნებისმიერი, რა ვიცი, ცოტათი მაინც გამოცდილი და გონება გახსნილი ადამიანი ამბობს, ხო, რა თქმა უნდა, სააქციო საზოგადოება გამოდივარ, იმიტომ რომ ესე გენეტიკამ, ევოლუციამ, მშობლებმა, პედაგოგებმა, გარემომ, ქვეყანამ, ყველაფერმა ჩადო ეს თავის ინვესტიციები ჩემში. კაი ბატონო, მაშინ ბიზნეს სცენაზე რომ ვიმსჯელოთ, ეს ყოფილა სააქციო საზოგადოება. ეხლა ვეკითხები, რომ ამას რო აკრიტიკებ და ტალახში რო ზილავ, ჩემო გენაცვალე. ემანდ იმათ ყველას ხო არ აკრიტიკებ შემთხვევით, მშობლებს, ღმერთს, ქვეყანას, წინაპარს, მეგობარს, ყველას. და ნუ აი დაფიქსდებიან ხოლმე და ხო ამბობენ რომ ეგრე გამოდის რა და ეხლა შენი საკუთარი აქტივი აკრიტიკე რამდენიც გინდა სიტყვაზე, მაგრამ ამას თავი დაანებე, ესე იგი მე ჩემ მეგობრები ძალიან თვითკრიტიკაში რო წავლენ, ვეუბნები რომ იცოდე ჩემ მეგობარზე ეგეთი რამე აღარ თქვა, თორე მეწყინება, იმიტომ რომ ის ჩემიც არის. ანუ მარტო შენი არ არის, ჩემიც არის და მე ჩემსაც დავიცავ, ასე ვთქვათ, ხო? ხო და მოკლედ მე მგონია რომ ერთ-ერთი დასაწყისი, რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი გზა არ არის არავითარ შემთხვევაში, არის მადლიერება სხვების, იმიტომ რომ ის ხალხიც ჩემ გარშემო, ვინც ძალიან კრიტიკულია თავის მიმართ, სხვების მიმართ მადლიერება აქვთ, იმიტომ რომ ეს აღზრდის სისტემა მეტყობა, ეს თავიდანვე ოჯახიდან გამომდინარე და გარემოდან გამომდინარე ისქნა და მაკედან შეიძლება მისვლა მე მგონი შენი თავის მადლიერებასთან რა. მაშინ, იმიტომ რომ ყველას თუ მადლობას ეთქვა, აი მადლიერები ამ ახალ წელს 2025 რო დადგა, ჩამოვიტანე Amazon-დან, ესე იგი ბევრი მადლიერების დღიური, ესეთი ისა, საჩუქარი და დავარიგე. წელს მადლიერების დღიურები დავარიგე და იქ იწყებ, რომ აი პირველი ვის გინდა რომ მადლობა უთხრა, რომ აი მარიკამ მომიწვია გადაცემაში და დამაფასა ამ ფორმით. მადლობა აგერ დღისით სავარჯიშოდ ვიყავი და წვრთნელმა, ესე იგი დამახარჯა ენერგია. მე თანდათან გაგახსენდება, რომ აი გუშინ აგერ კონფერენციაზე დამპატიჟეს და ამდენი ხალხი მისმენ და ისა მე დედა მოვა, მამა მოვა ეს. კარგი, დაუშვათ ეს გზა გაიარე რაღაც დონეზე, ხო? ეხლა ის შენი წილია, მანდა მაინც უვარგისი, აი ის ცოტა რაც დარჩა 15% შენი საკუთრება რომელიც არის და მე ხვდები რომ ეგრე ვერ იქნება რა. თუ ვარგა, შენი 15%-იც ვარგა, კომპანია თუ კარგია, შენი 15%-იც კარგია და თუ არ ვარგა, მაშინ არავისი არ ვარგა და მე მოკლედ რა ვიცი, ეგეთ რამეში სწრაფად ვერ დარწმუნდება და ვერ გადარწმუნდება ადამიანი, მაგრამ ეჭვი რო შეაპარო შესაძლებელია, რომ მეუბნები რომ უმადურობაა რა, ბოდიში ამას რო გეუბნები, მაგრამ უმადურივით იქცევი, იმიტომ რომ აი ჯერ მარტო ევოლუციამ და გენეტიკამ რეები იქნეს, ესე იგი შენ რო აქ ყოფილიყავი, ესე იგი ზეზოად დაწყებული და ებზიათი და იმით დამთავრებული და როგორ შენი მოსაწონი, როგორ არ გამოცხვა
არაფერი რა რა გვჭირს ამისთანა ხო და რაც შეეხება საქციელს აი ეგ ერთ-ერთი მოკლედ ქრისტიანობის იმაში მე რაც არ მესმოდა ძალიან მიჭირდა ამის ის არის რომ როგორ მტერი როგორ უნდა გიყვარდეს ესე იგი რა იმიტომ რომ რას ქვია მტერის განმარტება ლამის არის რომ არ გიყვარს ხო და მაგას აეხადავსავით ფარდა ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად რომ საქციელი გძულს და ადამიანი გიყვარს ანუ შენი მტერი მტრად კი არ დაბადებულა იმან რაღაც ჩაიდინა და იმიტომ დავარქვით მტერი რომ შემოგვიტია თავს დაგვესხა რაღაცა დაგვიშავა ხო და ის საქციელი გაქვს უფლება რომ გძულდეს შენიც და სხვისიც ხო და აი თვით შეფასებაზეც რომ მოვედით კი ბატონო თქვი რომ ეს ვიდეო არ ვარგა ის პოდკასტი არ გამომივიდა იქ რაღაც შეცდომა დაუშვი მაგრამ ამ ავტორს დაანებე თავი ესე იგი ღმერთი შექმნილია და სხვა განზომილებაა საერთოდ ზუსტად რაზეც შენი საუბრე მაგ მიდგომაში ფსიქოთერაპიაში როდესაც მოდიან ადამიანები იწყება ძირითადად იმის განხილვა წარსულში აი მშობელმა ეს ქნა ასე მომექცნენ ისე გავიგეთ რომ შეცდომას ყველა უშვებს და ეს გადავიაზრეთ სად იყო დაშვებული შეცდომა რა იყო მთავარი მომენტი სადაც დაიწყო ეს პროცესი და წყარო საიდან მოდის მაგრამ დღეს აღარ ვარ ბავშვი დღეს ვარ ზრდასრული ადამიანი 40 წლის 50 წლის და შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე რომ ჩემში დავბადო ის მშობელი როგორიც მინდოდა რომ მყოლოდა და იმ მშობელს რომელმაც თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთა რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო ისიც მადლობა გადავუხადოს და მე შევქმნა მე ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე როგორი ცხოვრება მინდა მე მქონდეს როგორი დამოკიდებულება მინდა მქონდეს საკუთარი თავის მიმართ როგორი მე შემიძლია გავხდე მშობელიც შვილიც გარედან შემფასებელიც და ღმერთიც ჩემ თავთან მიმართებაში ხო რომელიც იმ ლოცვასაც რო ვკითხულობთ, შიგნით ღმერთს ველაპარაკებით ჩვენს გულში, რომელსაც გულში ველაპარაკებით და არა ცაში სადღაც, ხო? კი ბატონო, კი და თან ცოტათი ეგეც არის, რომ შექმნა, ცოტათი უნდა დანებდე, ასე ვთქვათ, რა მოკლედ ცხოვრებას, ხო? ანუ მე მგონია, რომ აი midlife-ის ერთ-ერთი, მოკლედ ამ ხალხს რო ველაპარაკები, ახლა ბუნებრივი წესით, ჩემ მეგობრებს, პარტნიორებს, საქმიან ხალხს ვისთანაც ურთიერთობა მაქვს მოუწია ამ შუა ხანმა რა დღევანდელი განმარტებით კრიზისს აღარ ეძახიან დრამა ისედაც ბევრი დრამაა ცხოვრებაში 35 და 45 წლამდე ამბობენ რომ შუა ხანია ცოტა ახალგაზრდავდება 32-დან დაიწყო რაღაც ხო და ერთ-ერთი რასაც ამ ხალხს ვეუბნები ესე იგი ეს ხალხი წუწუნებს ხშირად ამაზე იმაზე სამსახურზე მეუღლეზე ჯანმრთელობაზე რაღაცას მილიონ რამეს ცხოვრებაზე გარემოზე ხო და მე ხანდახან რო გადაამთავრებს ამბავს კარგად რომ მოусმენ ესე იგი მეკითხება რომ რას ფიქრობ ახლა შენ რა და ხშირად ვეუბნები ესე იგი რომ მოკლედ ეგ არის რაც არის რა ხო მართალი ხარ ხო და ესე იგი ცოტა ვახშფოთდება ადამიანი რომ როგორ კაცო შენ ხო უნდა მანუგეშო ეხა და თავზე ხელი გადამესო და მე ვეუბნები რომ ეგ არის შენ მე არ უნდა გადაგისო შენ თავზე ხელი ასე ვთქვა შენ უნდა გაახილო ეს თვალები დაინახო რასაც დაინახავ სარკეში თუ სულიერ სარკეში თუ შიგნით თუ გარეთ თუ გარშემო რაღაცა არ მოგეწონება გასაგებია რომ აქამდე სხვა თვალი თუ ყურებდი და სხვანაირად რაღაცა იმედიანი და თითქოს ხო შეიძლება იფიქრო რომ ამან გამოიწვიოს გაუარესება თუ შეფასების და არ არის ესე ჩვენ მოლოდინების მსხვერპლი ვართ გარკვეული აზრით ხო ანგლოსაქსონმა სტილმა აღზრდის ახლა საქართველოში რა ბედნიერება და რა ისა გასაჭირი არის ჩვენი მთელი ეპოსი და ლიტერატურა არის საშინელი სიდუხჭირე და სიკვდილი ომი და რა ვიცი უბედურება ხო გასაგებია რომ ამ მე-20 საუკუნემ და მე-21-ემ მოიტანა რაღაცა სტანდარტები უფრო მაღალი და ამასთან ერთად მოიტანა მოლოდინი რომ აი ამის სულ ბედნიერება უნდა იყოს სხვა შორის აღმოსავლურ ფილოსოფიაში არ არის ბედნიერება ესეთი მაღალი კერპია ასე ვთქვათ რა უფრო მსახურება და რაღაცა ჩვენში ესეც არის და ისიც არის ხო და ეხლა შენ თუ იტყვი რომ მე მოკლედ ბედნიერი ცხოვრება უნდა მქონდეს
იმ კომიკოსებს უსმენ ხოლმე ძალიან მიყვარს და ისო გატყუებდა მამა შენიო არა ხარ პრინცესაო რა ესე იგი ეს მამები კალიშილოს მოკლედ მოგატყუეს რაღაც მომენტში რეალობას შეხედე თვალებში და ეს არის რომ აი ყველაფერი გამოგივა და შენი მშობლების შვილს და ბაბუაშენის შვილის და ქართველს და იმას და ну აი ხა ყველაფერი როგორ გამოგივა ხა ეს ხო გადაჭარბებაა სალღერძელოს ის არის ზღაპრებშიც კი არ გამოსდით ყველაფერი და ისა ხო და ამიტომ მე მგონია რომ თვალების ახელა და გახელა შეიძლება წუთიერ მომენტალურში რაღაცა ნეგატივს იმეშვებოდე და ამბობდე რომ ღერთო ჩემო ეს რეები დავინახე ნაოჭები და რაღაცა და სიბერე და გასაჭირი გარშემო და ასე შემდეგ მაგრამ მე მგონია რომ პირიქით უფრო მიმღები ხდები იმის რაც არის რა იმიტომ რომ რაზეც გავლენა არ აქვს იმაზე რატო უნდა ინერვიულო ესე იგი იმიტომ რომ გავლენა არ აქვს და რა აზრი აქვს და რაზეც გაქვს გავლენა იქნებ მოიყარო თავი და იმოქმედო და გააუმჯობესო ისი თავიც გაქვს რა ხო ამიტომ მე მგონია რომ ის ხალხი ვინც თვალებს გაახელს ასე ვთქვათ ხო იმ გაგებით კი არა რომ ყველაფერს კარგს დაინახოს რავი რასაც დაინახავს იმ როგორიც არის ესე იგი როდენის ქუჩა და როგორიც არის თბილისი და როგორიც არის საქართველო ისეთია და ჩვენი ცხოვრებაც როგორიც არის და მაგაშია მუღამი რომ ის რაღაცნაირი შენი თავი კი არ უნდა შეიყვარო სადღაც რო იქნება კინოში და ჟურნალის ყდაზე აი ესეთი აი ეს არის რაც არის ესე იგი რომ გაიღვიძებს დილას და სარკეში რო ჩაიხედება ეგ არის მოკლედ ეგ დარი ხო და მე მგონია რომ შეუძლია ყველა ადამიანს ამის გაკეთება, მაგრამ ვეცინააღმდეგებით რაღაცნაირად, იმიტომ რომ თითქოს გვეშინია რომ თამასა დაიწევს და რაღაცა мотиваცია დაიკარგება და ასე შემდეგ, ხო? და მე არ შემჩნევია ეგეთი რაღაცა, მე შემჩნევია რომ აი ვითომ мотиваციებს გარედან მოსულ ზუსტად მაგის შემდეგ ცulis ნამდვილი мотиваციები და ერთ საერთაშორისო აკადემიებში მონაწილეობ ყოველწლიურად ფაქტიურად და იქ ერთი ძალიან ისეთი სპიკერია და მენტორი ძალიან როგორ ვთქვათ რადიკალური და ძალიან ძლიერი და მრავლის თქმელი და მოკლედ ის ლაპარაკობს ესე იგი პატარა მარიკაზე და პატარა სანდროზე რა რომ იმის დრო როდის მოდის კაცო თინეიჯერმა ესე იგი გარდატეხის ასაკი რომ დაიწყო და დიდმა მარიკამ რომ დაიწუნა პატარა მარიკა და დაუსვა ჯვარი გარეგნობით შინაგნობით სიტყვით მეგობრით იმით ამით ჰობით და ასე შემდეგ მას მერე ესე იგი ლოჯები შემოაშენა და ციხესიმაგრეები გარშემო და ის იქ არის დამწყდეული ისევ სადაც დატოვე ესე იგი 12 წლის მარიკა პირობითად იქ არის და იუნგიც ხო მაგაზე ლაპარაკობს ინდივიდუაციის პროცესი არის შენ ნამდვილ თავთან, ასე ვთქვათ, პიროვნებასთან შეერთება და ის არის, სანამ შენ დაუწყებდი იმას გაშპაკლას და შეხებულას და რაღაცა საშინელებების გაკეთებას და ამიტომ მე მგონია რომ პირველი გულდაწყვეტის მერე როგორ კაცო ესენი არ მინდოდა და ის არ მიყვარდა და ეს არ მომწონდა მოვა აი ეს ნამდვილი ქვედაფენიდან ამოვა ის პატარა მარიკა და თავის სიტყვას იტყვის რა და თუ არა თქმევინებ და მე თავის სიტყვას იტყვის სისხლის ანალიზებში ჩემო ბატონო და პირად ურთიერთობა მოკლედ ის იტყვის სათქმელს ოღონდ თუ ათქმევინებთ მშვიდობიანად და ესე იგი სიყვარულით იტყვის სიყვარულით და თუ ესე იგი ომს გამოუცხადებთ და რა ვიცი ხო ომია მაშინ და ვიღაცა დაზარალდება რა ძალიან მომეწონა სიტყვა დანებება რაც ახსენე და მგონია რომ ჯანსაღი თვით შეფასება იწყება მას მერე რაც შეუძლია ადამიანს დანებება გააკეთოს იმ ბრძოლის ნაწილში და მიმღებლობა იმ თვალსაზრისით რომ თანხმობაში მოვიდეს საკუთარ თავთან ისეთი როგორიც არის და თქვას რომ ასეთი ვარ როგორიც ვარ და ბოლომდე მიიღოს თავისი თავი და მერე უბრალოდ გაყვეს გზას რითი შეუძლია განვითარდეს, რითი შეუძლია გაიზარდოს და გახდეს ისეთი, რომ უბრალოდ პროცესში იყოს განვითარების და არა ის, რომ მიზანი კონდეს რაღაცნაირი გახდეს. იცი რა ცალსახად მოკლედ ნებისმიერი თავის მოტყუება, ეხლა წარმოიდგინე რომ მე მაქვს ნაკვეთი, რომელიც არის 400 კვადრატული, ოღონდ მე ვამბობ რომ არის 700.
ხო და რა ვქნათ ახლა რა ავაშენოთ, რა მოვთხაროთ, რა დავგიგმოთ, რა პროექტი შევიტანოთ. არაფერი არ გამოვა. სულ იქნება ყოველ დღე იქნება ჭიდაობა ვიღაცები იმ ქმიდან, გეტყვიან რომ რა მოიტანე ეს არ არის სწორი. შენ თქვი როგორ არ არის სწორი, აი თქვენ რას მიშვებით, ჩემს 700 კვადრატულს როგორ ავთხასებ და აი დაახლოებით მაგითი ვარ დაკავებული რა. ან აი არ არის, არა, აქ კი არ არის 2 ოთახიანი კი არ არის, არის 6 ოთახიანი და ვერ პოულობ მე 6 ოთახს და კარგად მოძებნე, იმიტომ რომ მე 6 ოთახიანი ცხოვრობ ჯიუტად, ხო? ხო და მოკლედ, ზუსტად რო განვითარებენ დიაგნოზით იწყება, ხა არ მჭირს უარყოფა, ჩვენ ვარ დიდოსტატები, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების უარყოფის. არაფერია გაივლის, უბრალოდ მოვიწყინე, გინდა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის და გინდა ფიზიოლოგიურის, ხო? და აღიარებით იწყება, ესე იგი, რაც არის, ეგ არის. აი მაგას ვამბობ, რომ რაც არის, ეს არის, ნამდვილად აგერავართ, ნამდვილად მე და შენ ვართ, ნამდვილად ესე იგი ამას ვაკეთებ და ეხა მე რო აქ გამოვიგონო, რომ სინამდვილეში რაღაცა სხვა რამე ხდება და CNN-ის წამყვანები ვართ, რა ვიცი, გულდაწყვეტის მეც ვერაფერს ვერ მოვიყვან და self talk-ში ხო ეგ ძალიან საინტერესო წიგნი შემხვდა რამდენიმე წლის წინ და ჩემზე ძალიან იმოქმედა და იქ იყო ესე იწყებოდა, რომ ადამიანი რაღაცა 21,000 სიტყვას ეუბნებაო დღე-ღამეში თავის თავს. აი სულ ლაპარაკობს, რადიოსავით ჩართულია, მოკლედ დამცხა შემცივდა ის რა შვება ნეტა სახში რა ხდება, დედაჩემმა რა ქნა ისა და ჩართულია ეს მორბენალი სტრიქონები და მიდის, ხო? და ეხა შენ წარმოიდგინე მაგ 21,000 სიტყვიდან რაღაცა დიდი ნაწილი თუ არის თვით დამაკნინებელი და თვით კრიტიკული. და მეორე ნაწილი კიდე ტყუილებს კბირდება. წარმოიდგინე რომ ორი მრჩეველი ყავს, ერთი გეუბნება რომ რას გავხარ და არაფერი შენგან არ გამოვა, მეორე გეუბნება რომ ხვალ იქნება სულ სხვა ცხოვრება და სულ სხვა მომავალი. დაღუპული ხარ, რა შანსი არ აქვს და მე მგონია რომ აი ეს ორივე რაღაცნაირად დასაოკებელია და ორივეს ეგ აოკებს. მე მგონი რომ მოკლედ რაც არის ეს არის. ესე იგი ერთი რომ ეს ფრაზა ძალიან მომეწონა რომ ბევრი ადამიანი მთელ ცხოვრებას ატარებს კავალერიის, ანუ ცხენოსნების მოლოდინშო და ვერ ხვდება რომ თვითონ არის კავალერიაო რა და უნდა დაიწყოს მოქმედება, შეჯდეს ცხენზე და დაიწყოს მოქმედება და ის რომ ვიღაცეები მოვლენ და დაგვეხმარებიან რა ვიცი, დაგვეხმარებიან თუ დავიწყებთ მოქმედებას, ხო დახმარება მაგას ქვია, რომ შენ ის ვიღაცებიც ჩვენ ვართ, ოქროსთევზი ჩვენ ვართ და კავალერიაც ჩვენ ვართ და მერესხვებიც გამოჩნდებიან, მაგას ვეუბნები ადამიანებს, რომ როგორ უნდა მიხვდნენ სხვები, აი მაგალითად მე თუ მინდა რაღაცა, აი ვოცნებობ რომ პოდკასტი დავიწყო. ამას თუ არ ვიტყვი მე და შენ თუ არ გეტყვი, შენ ხო არ მეტყვი რომ უი სანდრო მე დაწყებული მაგრამ მე დაგეხმარები შენ და რჩევას მოგცემ. ან მე თუ არ გეტყვი რომ ძალიან ტკივილებში ვარ ჩემ თინეიჯერ შვილთან, ვერ მეტყვი შენ რომ აგერ ჩემი მეგობარი დაგეხმარება და რჩევას მოგცემს და მე თუ ჯერ მე თვითონ ვერ გავიაზრე და მეორე გარეთ თუ არ გამოუშვი ეს აღიარებითი ჩვენება სხვებიც ვერ ირაზმებიან, ვერც ჩემი რესურსები ირაზმება შინაგანი და ვერც დამხმარეები რა. და როგორც კი შენ იტყვი, რა გიჭირს ასე ვთქვათ, ხო და აღიარებ ჯერ შენ თავთან და მერე უკვე სხვებთან, ბრავო, ჩემი დაკვირვება ეგ არის, რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ნაბიჯს გადმოდგამს, ჯერ გკითხავენ შენ უკვე რას ცადე, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ჩემი ამ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ მარტო იმ ხალხის დახმარებას აქვს აზრი, ვინც თავის თავს თვითონ ეხმარება. ანუ თვითონ რაც შეეძლო უკვე გააკეთა, მაგრამ ის არ ეყო. და მერე კი ბატონო, შენც უნდა დაეხმარო და მეც და ყველანი, ხო? და ვისაც ის არ გაუკეთებია თავის საშინაო დავალება იმ დონეზე, რა დონეზეც შეეძლო. რა ვიცი, იმას უნდა რომ სხვებმა გააკეთონ მის მაგივრად, მისი გასაკეთებელი. ეგ არ გამოვა რა და ეგეთი დახმარება განწირულიც არის, შედეგობრივადაც შედეგს არ მოიტანს და თამერე ისევ შემოგაკითხავენ მერე და დაგავალებენ დანარჩენი მათი ცხოვრების მიზნების შესრულებას. სანდრო, არიან ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას, მერე კიდევ დაამატეს, მაგრამ მათი შინაგანი ხმა სულ ეუბნება, რომ არ არის ეს ჯერ საკმარისი და სულ რაღაც ახალს ითხოვს, მაგრამ მეორე მხრივ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მიიწევენ შეიძლება წინ, მაგრამ ამბობენ, რომ იცი რა, მე ესეთიც კარგი ვარ, როგორიც ვარ. კი.
მე რაც მომწონს წარმატებასთან დაკავშირებით, ესე იგი სკოლებში მეძახიან ხან უნივერსიტეტებში ხვდები სტუდენტებს, მოსწავლეებს და წარმატება, ესე იგი ქართულ ენაში წარ არის წინსართი და ფაქტიურად არაფერს არ ნიშნავს, წარმატება და მატება არის ერთი და იგივე სიტყვა. ანუ მატებაზე გვაქვს ლაპარაკი რა. ხა რის მატება თუ მატება, მომატება, რაღაცის მომატება. ესე იგი შენ საერთოდ არაფერი რო არ გააკეთო, მატება დღეებისა და წლების მაინც შედგება. კიდევ რაღაცეების ხეები ამოვა, ყვავილები ექნება, მატება ფოთლების, ზამთრების, ზაფხულების და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ იმის თქმა რომ ესე იგი მატება არ ხდება, მატება სულ ხდება. ხო, ანუ თავისთავად ცხოვრება არის მატება, არის წარმატება, თაობების მატება, ხალხის მატება, შვილების ნაოჭების მატება. კი ბატონო, ნაოჭების ყველაფრის აბსოლუტურად, ხო? ეხლა მეორე საკითხი არის, რომ თუ, პირველი აქედან გამოდის, რომ ზმნა ყოფილა ეს წარმატება, ყოფილა მატება და ყოფილა ზმნა და ყოფილა პროცესი და გამარჯობა შენი, ესე იგი ამას გვასწავლიან, ესე იგი ბრძენი ხალხი, რომ პროცესშია ბედნიერება და არა იმ წერტილში, სადაც მიგიყავს. ის წერტილი ერთ-ერთი საფეხურია კიბის რა და შეიძლება ცოტა ხანი ისიამოვნო დაში მოისმინო დაფინის გვირგვინებით რაღაცები რაც იქნება და გააგრძელო მატება, ხო? ეხლა რისი მატება აი მანდარი ზუსტად საიდუმლო არის, რომ იქ თუ პატარა მარიკა არის, რომელიც ნამდვილი მარიკაა და იმას თუ სხვა რამის მატება უნდა, მაგალითად ხალისის, თამაშის, სიყვარულის და რაღაცეების და შენ კიდე დაუდგინე ეს ქალბატონი მარიკა, რომელიც იმატებს სერტიფიკატებს, დიპლომებს და ლარებს და რაღაცეებს, რა ის ვერ კმაყოფილდება, ხო იცი? ნუტრიციოლოგიაში ესეა, რომ კიდევ რო გინდა და კიდევ რო გინდა, ესე იგი ის ნივთიერება არ ჩავიდა, რომელიც დაგაკმაყოფილებდა და რავი, რაც გინდა ისჭამე, მაინც კიდე გენდომება რა, ხო? ამიტომ ერთი შეიძლება ვთქვათ, რომ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ზმნა და ნიშნავს მატებას, თუ მაგას გავიაზრებთ, მერე მოგიწევს პასუხის გაცემა, რომ შენ რისი მატება გინდა კონკრეტულად და მერე როცა გასცემ პასუხს რისი მატება გინდა ფულის, თანამდებობის, სტატუსის რაღაცა, მერე ისიც უნდა ვიკითხოთ, რომ ეს იმ მარიკასთან შეთანხმებული გაქვს, ესე იგი პატარა მარიკა რო იყო და რო ცნებობდა რაღაცეებზე, ხო? იმიტომ რომ მარტო ამ მარიკასთან ვერ დავლაგდებით, იმიტომ რომ მესამე მარიკა და პირველი მარიკა არიანო ნამდვილიო, ასე ვთქვათ და მეორე არის აი ეს ეგოცენტრული, ანუ საზოგადოების მოყვანილი, ასე ვთქვათ, გალამაზებული, შეფუთული, დროის მოთხოვნებს პასუხობს და ასე შემდეგ, ხო? ხო და აი ძალიან საინტერესო მაგალითს გაგიზიარებ ახლა ჩემი ცხოვრებიდან, რომ ესე იგი YouTube-ი დავიწყე 2020-ში, ანუ პირველი ვიდეო ჩემ YouTube არხზე, რომელსაც მაშინვე Flowmaster Online-ი დავარქვი. კომპანია უკვე არსებობდა, მაგრამ არავინ არ მუშაობდა შიგნით რა, მე ვიყავი მარტო ჩემი თავის უფროსიც და მუშაც. და პირველი ვიდეო მოკლედ 2020-ში დავდე და რაღაცა ქონდა რაღაცა 315 ნახვა, ჩემო მეგობრებმა ნახეს ალბათ, მე წამოვიდა 5 წელი გავიდა, რაღაცა 2 მილიონი ნახევარი თუ რაღაც ნახვა აქვს, მოკლედ უკვე კარგად გროვდება და იმატებს კიდევაც, ხო და ძალიან უცნაური რაღაცა მოხდა, ესე იგი, რომ ამ YouTube-ში რაღაცა ვიპოვე, მოკლედ არ ვიცი რა ვიპოვე, არ ვიცოდი რა ვიპოვე რა. იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის, იცი როგორ? რომ აი რო ელოდები რაღაცას, რომ აი ხა კვირის ბოლოს შაბათს ან პარასკევს დილით, მოკლედ უნდა ჩავწერო ეს ვიდეოები და ბოლოს ესე იგი ერთ ჩემ მეგობარ კოუჩთან რომ მუშაობდი, მოკლედ და ამ პატარა სანდროს რო ვკითხეთ რა უნდა, აი სანამ მე დავიწუნებდი და ესე იგი ქოქოლას დავაყრიდი, ინტროვერტია ეს პატარა სანდრო რა და ისვენებს მარტო. ანუ როგორც ყველა ინტროვერტი და მე გამოვდგი, იმიტომ რომ საზოგადოებრივ ჩემმა რაღაც წარმოდგენებმა სცენაზე გამომიყვანა და რა ვიცი ხო ხედავ რა დღეში ვარ, ესე იგი ეს გადაკეთებული ინტროვერტი, მოკლედ გამოფენილი ვარ იმაზე კონფერენციაზე თუ იმაში და მე მივხვდი რომ YouTube-ი არის საოცარი რაღაცა, რომ მარტოზე ხარ ბნელოთ ახში და ხალხს
მოხს ელაპარაკები მასებს, ესე იგი შენი სერვისი დანიშნულება ყვავის, ესე იგი ბედნიერად და ამ დროს შენი ინტროვერტიც ბედნიერია, პატარა სანდროც ბედნიერია, დიდი სანდროც და რაღაც ჰარმონია შეიქმნა თითქოს რა და ეს რო გავიაზრე მე ეგრევე მომაფიქრდა რომ მაგას კიდე რაღაცა ბიძაშვილი რაღაცეებიც შეიძლება კონდეს რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი საქმიანობა მოითხოვს, რომ ძალიან ბევრი ვიკითხო, ხო? ეს ძალიან ბევრი ვიკითხო, მივხვდი, რომ შეიძლება შევათავსო კიდევ რამე ინტროვერტულს, რომ სადმე მარტო ვიყო და ისეთ ადგილას ვიყო. მე გამახსენდა, რომ ეს მუსიკა იყო პატარა სანდროს ცხოვრებაში, ძალიან დიდი ადგილი ეკავა, ჩემი და არის მუსიკოსი და ეს მისგან შემოვიდა ეს სამყარო ჩემში. მე მივხვდი, რომ მაგას არ ვაქცევ საკმარის ყურადღებას, რომ შეიძლება რომ იკითხო და დაუშვათ მუსიკას უსმინო. ერთდროულად და მოკლედ რაღაცაები ის ვქენი რა ქვია და ამიტომ მაგის თქმა მინდა რომ მოკლედ თუ დაიწყებ ერთი დროით რეალობას თუ აღიარებ და მეორე აი დანებებას თუ გადაწყვეტ ასე ვთქვათ რომ მიყვე ცხოვრებას ხო დაიწყება ნამდვილი წარმატების რაღაცნაირად ამოტივდება ზედაპირზე ის რისი მატებაც გინდა რა და აი მაგის მატება უკვე ნამდვილად გინდა და მე ეგ შეგრძნება უკვე flow masters იმიტომ ქვია რომ flows კონცეფციაზეა რომ იკარგები დროში ხო დროის შეგრძნება გეკარგება აი კარგ ფილმს რო უყურებ ან კარგ მუსიკას რო უსმენ ვერ გაიგებ რა ხდება ან კარგ ადამიანს რო ესაუბრები ხო იკარგება რაღაცნაირად და იქ უკვე მუშაობა და დავიღალე და გადავიღალე არ არის პირიქით შეიძლება დაღლილი მიხვიდე და დასვენებული წამოხვიდე ხო ამიტომ მე მგონია რომ ეს მატება ერთი რო პროცესია შენ შეკითხოს რომ დაუბრუნდე და მეორე ნამდვილ შენ თავს ეკითხები თუ ვითომ აი გაყალბებულს რა და როგორ გარჩიოს ადამიანმა ამ შინაგან ხმაში მე მესმის ახლა ჩვენ ორივე კოუჩები ვართ და ეს არის ზუსტად ის სივრცე, სადაც კოუჩინგის ჭრილში ვაკეთებთ ხოლმე ამ ყველაფერს და მე მინდა კიდევ ერთი მადლიერება გამოვხატო, რომ მე რო კოუჩინგში მოვხდი, ეს არის სანდროს დამსახურება და კიდევ ერთი მადლიერება. მადლობა მარიკა, მადლობა. ამაზე რომ ერთად შევცურეთ მაგ სივრცეში. მეც ბევრი მადლობა მაქვს ჯერ კიდევ მანამდე, ესე იგი შენთან დაკავშირებული. მე ისევ და ისევ, მოკლედ ვცდილობ რომ მარტივი გზები ხმ ფსიქოლოგი არა ვარ და თან ცოტა ჯიუტ ხალხთან მიწევს მუშაობა ეს ბიზნეს ხალხი ჯიუტია და რაღაცა თუ არ ესმით იქ შეიძლება არ წამოყვნენ აი ეს ნდობა და მინდობა ცოტა რთული ამბავია ხშირ შემთხვევაში და ამიტომ მოკლედ 12 წლის მარიკა რო არსებობდა ეს არის ობიექტური რეალობა შენ შინაგანი ხმა შეიძლება უარყო და ეგო და რაღაცები ყველაფერი უარყო მაგრამ მარიკა რო იყო 12 წლის პატარა გოგო მაგას ვერავინ ვერ უარყოფს ხო შეიძლება დავიწყებული ყავს მაგრამ ნამდვილად იყო იმ 12 წლის მარიკას რო ვიღაცაები იცნობდნენ მაგასაც ვერ უარყოფ და ესე იგი სანამ ის ხალხი ცოცხალია რომელიც 12 წლის მარიკას იცნობდა შეიძლება იმ ხალხს დაელაპარაკოს ვინმე მაგალითად მარიკა და კითხოს რომ როგორი იყო ერთი მითხარი რა მე კი არ მოყვები შენი მოგონებები რედაქტირებული მოგონებებია ხო აი ეს დახუნძლული ემოციები და რაღაცები რა ვიცი ვიღაცა მოყვება ესე იგი პატარა სანდროზე რას ყვებია მე გეტყვით ესე იგი იქაც რა თქმა უნდა მშობლების მონათხრობიც რედაქტირებული და გალამაზებულია ხანდახან და იმათ პრიზმში ემოციების პრიზმშია გატარებული მაგრამ თანდათან შეაგროვებ როგორც გამოძიებაა ხო იმას კითხავ შენ მოგონება შეერთებ მოკლედ პატარა სანდროზე რაც ვიცით ესე იგი აი სანამ გარდატეხის ასაკი დაიწყება ეგ პერიოდი გვინდა 11 წელი 10 11 12 დაახლოებით და მოკლედ რო გამოვკითხეთ ესე იგი ხალხი ვინც შეესწრო მაგ ამბავს სანდროც გამოვკითხეთ და სხვაებიც თქვენს რომ ჭხირკედელაობა უყვარდა მაგრა ეს კონსტრუქტორები დაშლა აწყობა ტექნიკა რაღაცა და მე დღემდე ესე იგი ჩემი IT სპეციალობაც მაგან გამოიწვია და დღესაც როცა მენეჯმენტის მოდელებს ან კოუჩინგს ან რაღაცა იქაც ჭხირკედელაობ ასე ვთქვათ აი ეს აი შიგნით რა ხდება ადამიანში ძალიან მაინტერესებს და ეს იმას როგორ უკავშირდება და ასე შემდეგ
მოკლედ მაგ მხრივ კარგად თავარ ესე იგი, მაგრამ ტექნოლოგია ეხლა AI რომ მოვიდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, იმიტომ რომ IT-შნიკის საქმე მოვიდა კოუჩის და ტრენერის საქმეში წარმოიდგინე, რომ ხელა ის არის და ჩემი ნაცნობი ტრენერებისა და კოუჩების დიდი ნაწილი ესე იგი USB კაბელებს ვერ არჩევს ერთმანეთისგან რა, რაც ჩვეულებრივია სხვა მხრიდან მოვიდა ეს ხალხი და მოკლედ მგონია რომ რაღაცა კარგად გაერთიანდება Jobs Zero Connecting Dots ლაპარაკობს რაღაცა ეგეთი. ერთი ეგ ვიცით რომ ჩხირკედელაა და ტექნიკური ტიპია, მეორე ვიცით რომ ეს ჩხირკედელა ტექნიკური ტიპი მუსიკაში არის ჩაფლული, ასე ვთქვათ, კლასიკურ მუსიკაშიც, ხალხურშიც იმაშიც ამაშიც ეს ოჯახის დამსახურებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ისია უკვე ჩაფლულია მაგ დროისთვის. მესამე, ესე იგი როგორც კი ეს ინტროვერტის ჰიპოთეზა, ასე ვთქვათ, წარმოიშვა, ეგრევე მივხვდი რომ ნამდვილად ეკავარ, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე სახლში დაბრუნების სკოლიდან იყო თუ მოხდებოდა რომ არავინ არ არის. ანუ მე თუ სახლში მარტო ვიქნებოდი, ეს იყო რაღაცნაირი, კი არაფერს ვაკეთებდი განსხვავებულს, მაგრამ მაგარი იყო რაღაცა, რომ მეტყოდნენ რომ შენ რომ მოხვალ სანდრო ტრანსპორტით დავდიოდი და არავინ არ იქნება, ეს იყო მაგარი ამბავი, ესე იგი რა, ხო? არაფერს არ მიშლიდა ეს ხალხი, ძალიან გათასარევი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. ეგ მესამე ნამდვილად ვიცით რომ მარტოობა ჩემი ის იყო და მეოთხე ეგეც ვიცით რომ მაგ დროისთვის ეგეც ალბათ ოჯახის დამსახურებაა, ის სწავლა რაღაცის გარკვევა, ესეც ხირკედელობის ის არის მეორე მხარე, ხო? ანუ ის შეიძლება ტექნოლოგიურად რაღაცა დაშალო მოხსნა შეუერთო და აქ ინტელექტუალურად რაღაცა დაშალო მოხსნა შეუერთო. და კიდევ ერთი რაღაცა რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და ეგ თლად ბოლომდე ვერავარ, ასე ვთქვათ, მაგაში კარგად ორიენტირებული იყო, რომ აი რაღაცის სილამაზეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა, რაღაცნაირად, ესე იგი ესთეტი შეიძლება დაარქვა, ესთეტი შეიძლება არ დაარქვა, მაგრამ აი თავისთავად რაღაცა რომ ლამაზი იყო, ეს გამყინავდა რაღაცნაირად, რომ ესეთი რა ვიცი შეიძლება ადამიანი ყოფილიყო, ყვავილი, ცხოველი რაღაცა, მოკლედ ძალიან დიდი რაღაცა იყო, ასე ვთქვათ ეს რა და საბოლოო ჯამში რაღაცეები აქედან ამ სანდროსგან გადმოჟონა აი ამ რედაქტირებული სანდროს პერიოდში, ანუ მეორე პერიოდში და რა მადლობა ღმერთს და მოკლედ მაგან გამატანინა ალბათ რაღაცებს მიმაღწევინა, რომ იგივე სწავლის სიყვარული სულ იყო ჩემი საქმის ნაწილი, ეს ჩხირკედელობა ამ IT-ის დამსახურებით სულ იყო ჩემი საქმის ნაწილი, ხო? ეს სილამაზე, ეხა თავისთავად სილამაზე ყველგან არის, ესე იგი თუ დაინახავ და მოინდომებ, ხო? ამიტომ მე ამ ჩვენ მსმენელს ესე იგი ვეტყოდი რომ მოდი არ გინდა რომ დაუმეგობრდე მაგ 12 წლის თუ 11 წლის შენ თავს რა, იქნებ რა აქვს სათქმელი და იქნებ რა ისა გზავნილები აქვს, ასე ვთქვათ, ჩვენთვის, ხო? ეხა კოუჩინგის მეთოდებიც მაგას აკეთებს და თანამედროვე ფსიქოლოგია პოზიტიურიც აქეთ მიდის, რომ ელაპარაკე რა, მოკლედ სალაპარაკო აქვს, ასე ვთქვათ, შენ ემოციებიც რაღაცას გეუბნება, შენი წარსულიც რაღაცას გეუბნება, ყველა შენი გამოცდილება რაღაცას გეუბნება და მაგ სიტუაციაში რაღაცა იდუმალება არ არის. ერთადერთი შეიძლება თქვა, რომ ეგეთი იყო და მე ეგეთი აღარა ვარ. ამას ამბობენ ხოლმე ხალხი და მე ვიწყებ დღევანდელობაზე ლაპარაკს, რომ აბა რა ქსიამოვნებს მითხარ და მე უცებ იტყვის, რომ უი, აი ეს თურმე იმის ბიძაშვილია დღეს მე რომ ეს ამბავი მიყვარს, შეიძლება იმის მასთან არის კავშირში. ეს საქმე რომ დავიწყე, შეიძლება იმის გამო დავიწყე, რომ იქ რაღაცა მაინტერესებდა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ აი სადღაც ეს ბავშვობაში არის ამის ეს დამარხული, ასე ვთქვათ, მათ შორის შეიძლება ჩვენ შვილებშიც, იმიტომ რომ ეს ჩვენი შვილები ხო ჩვენთან დასწრებით არიან ეს პატარა მაგასაკში, ასე ვთქვათ და რავი, იქ შეიძლება იცნო შენი თავი რაღაცა დაინახო, შენი თუ არ გახსოვს და არც არავის არ ახსოვს, შეიძლება შენ ისქნა და მე მგონია, რომ ერთ-ერთი ჩვენი
აი ესეთი თავდადებული სიყვარული ბავშვების არის ჩვენი თავი ბავშვიც გვიყვარს, ესე იგი ის ბავშვი რო გვიყვარს, ჩვენი თავი ბავშვიც გვიყვარს, იმიტომ რომ სხვაგან ჩვენი თავის სიყვარული თითქოს გამოვდევნეთ ჩვენი ცხოვრებიდან და რაღაცა სიცარიელე ზუსტად მაგიტომ ისადგურებს ალბათ, იმიტომ რომ მაგას ვერაფერი ვერ შეცვლის, ხო, შენი თავის სიყვარულს, რასაც არ უნდა მიაღწიო და რაც არ უნდა გააკეთო და ვისაც არ უნდა ემსახურო, მოკლედ უარყოფილი ყავს შენი თავი და რავი ღმერთი ყავს უარყოფილი შენ თავში და ეხა მეტი რა უნდა ქნა, რაც გინდა იმას მიაღწიე და რაც გინდა ის ჩამოკიდე კედელზე. არ გიშველეს. კი ბატონო, საკუთარ ბავშვთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და თვითშეფასებაც ზუსტად მაქედან მოდის და იცი რა მაინტერესებს, შენ თუ ქონია როგორი გამოცდილება ქონდა შენ შინაგან კრიტიკოსთან ურთიერთობის? გექნებოდა ოდესმე ალბათ ეს შინაგანი კრიტიკოსის ხმები და ქონია და ეხლაც მაქვს შეიძლება ითქვას და როგორც ნებისმიერ კრიტიკოსთან რა მოკლედ ეს ამბავი, ესე იგი მე შემიძლია ვთქვა, რომ თვისობრივად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება კრიტიკის მიმართ, აი დაახლოებით ალბათ მაგ პერიოდში რა, ის სადღაც 40 წლის ასაკის მიდამოებში რაღაცნაირად გონია, რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ასე ვთქვათ, რომ რატო არ შეიძლება ესე იგი რა, რატო არ შეიძლება რომ გამაკრიტიკონ, რატო არ შეიძლება რომ მართალიც იყოს ეს კრიტიკა თუნდაც, მე მგონია რომ მან პრობლემა არის ზუსტად რეზონანსი აი ამ გარე კრიტიკის შინაგან კრიტიკოსთან რა და თუ ამ შინაგან კრიტიკოს რაღაცნაირად გავუშვებთ გარეთ და ვიტყვით რომ ეს არის მოსაზრება, ერთ-ერთი მოსაზრება. მოკლედ ჩაწერა სანდრომ ვიდეო, არსებობს მოსაზრება რომ ეს კარგი ვიდეოა, ამიტომ და არსებობს მეორე მოსაზრება რომ ეს ცუდი ვიდეოა, იმიტომ და იმიტომ. როგორც წესი ამ ორივე მოსაზრებას საფუძველი აქვს. ოღონდ სანდროს არც ერთი არ ეხება, ვიდეოს ეხება ორივე, ხო? მოკლედ მე მგონია რომ მან გასაღები არის რომ შინაგანი კრიტიკოსი სადაც ტყუის, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ თავს ვიტყუებთ, არის რომ შინაგანი კრიტიკოსი ამბობს, რომ ეს შენი ჩანაწერები ან ის წიგნი ან ის რაღაცა არ იყო ისეთი როგორც რაღაცა. მოკლედ აფასებს მოვლენას, გარემოებას, რაღაცას, ჩაცმულობას, რავი, ნებისმიერ რამე. მაგრამ ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავს და მაგაშია პრობლემა. აბარა მაგაშია საქმე და ეს შინაგანი კრიტიკოსი ჩვენ თუ იტყვი რომ იცი რა, როგორ ახარ და რა ვიცი გუშინ ცოტა სუსტად ვიყავი, დაღლილი ვიყავი და დღეს კარგათა ვარ, ის არის მდგომარეობები რა. ძალიან მომწონს ემოციურ ინტელექტზე როცა ლაპარაკობენ, ის არის ომარ ხაიამის ლექსია არის ესე იგი. ნათარგმნი წამიკითხავს ცხადია და სასტუმრო ადამიანად ყოფაო, სასტუმროს ყოფას გავსო. ყოველდღე ახალი სტუმრები შემოდიან და გადიანო და ყველას უნდა დახვდეო და მოემსახურო და გააცილო და სუფრა გაუშალო და ისაო და ეს არისო, მოკლედ ჩვენი არსი ადამიანად ყოფის არის, შენი ემოციები ერთ დღეს დარდი მოვასტუმრა დაჩექინდება, ასე ვთქვათ, უნდა რაღაცა დაასახლო, ის არ მოწონს, ესე უნდა გააცილო და ესენი არ ხარ შენ. შენი სტუმრები, ემოცია სტუმრები არ ხარ შენ, შენი ფიქრებიც არ ხარ შენ, ხო, შენი საქმეებიც არ ხარ შენ, ხო? ანუ ესენი არიან ხო მედიტაციის დედააზრიც ხო ეს არის, რომ რაღაცნაირად მიდიან, აი ფიქრი მოვიდა, აი ფიქრი წავიდა, აი ემოცია მოვიდა, აი ემოცია წავიდა და მე ვრჩები და როგორც კი ამას გაასხვავებ, მე უკვე ის კრიტიკა იმაზე იმ ფიქრზე ამბობ, იმ ნათქვამზე გუშინ რო ვთქვი, მართალი ხარ, ალბათ დავფიქრდები მაგაზე და არაფერიც არ მეწყინება, იმიტომ რომ ჩემზე არაფერი უთქვამს, ხო? ისიც მომეწონა ძალიან თავის დროზე რომ გავიგე, ისე აი ჩვენი კოუჩინგის კონტექსტში, როდესაც ვსწავლობდი, რომ როლის, აი ყველაზე მძიმე ემოციურად მძიმე საქმის ხალხს აცვია უნიფორმა.
აუცილებლად. და ეს არის ანკორე, ღუზა, ასე ვთქვათ, რომ უნიფორმამ უნდა მიიღოს ის ემოციები და ნეგატივები და რაღაცები და გაიხადო ეს უნიფორმა და დატოვა პოლიციელის უნიფორმასთან თუ სამხედროს თუ ექიმის თუ ნებისმიერის, რომ ის იმას დარჩა, ასე ვთქვათ, მე მოვიხსენი, მე მგონია რომ აი ჰალსტუხი და კოსტიუმიც ხო ოფიციალური პირებისთვის რაღაცა მაგ იმაშია, რომ იმას რომ გაიხდი და მოკლედ შენგემოზე რომ ჩაიწვამი, ის დარჩა იქ სადღაც გარდერობში კიდია საწყალი თავის დარდებით და პაციენტებით და ასე შემდეგ, ხო? ხო და მაგ გაგებით ჩვენ თუ მოვახერხებთ რომ ეს უნიფორმა რაღაცნაირად არსებობდეს, მე მქონდა ესეთი აი სახელმწიფო სამსახურის პერიოდში მქონდა უსამართლო კრიტიკაზე, ხო, ეხლა ზოგი კრიტიკა რა თქმა უნდა სამართლიანი იყო, ზოგი უსამართლო იყო და ამიხსნა ჩემმა ერთმა ახლობელმა, რომ ეს არის როლს აკრიტიკებენ, ეს არის მაგ როლის კრიტიკა, შენ რა გინდა, შენზე ვინმე რამე თქვა და მე ვამბობ რომ როგორ არ თქვა, აი წერია სახელი და გვარი, ჩემი წერია და არა არ მიექციო მაგას ყურადღება, რა დღესაც შენი სახელი და გვარი ამ როლთან ასოცირებული აღარ იქნება, არავინ არ გამოყვება ესე იგი სახლში და არ გააგრძელებს შენ კრიტიკას და იმ მომენტში ჭკვიანურად მომეჩვენა ეს აზრი, მაგრამ თითქოს არ დამეჯერა, მაგრამ ზუსტად ეგრე მოხდა ყველაფერი, რომ ის მეორე დღეს ესე იგი ყველაზე კრიტიკული ჟურნალისტი შეხვდა მეორე დღეს და როგორ მიყვარდ გიждდებოდი თქვენთან შეხვედრაზეო და ცოტა სიყალბისის ქონდა ამას ასე ვთქვათ შეგრძნება, მაგრამ მე მივხვდი რომ არ იყო ეს სიყალბე რა, მოკლედ ის როლს ვერ იტანდა ალბათ ეს და დავალება ქონდა თუ მისია ქონდა რომ ის როლი უნდა ეწვალებინა ასე ვთქვათ და ადამიანს ეთყობა შიგნით შეფუთულ ხალათის შიგნით შეფუთულ ადამიანთან რაღაცა პოზიტიური ემოციები შეიძლება ქონდა და მე მგონი ჩვენ უნდა დავიწყოთ გარჩევა მაგისი ასე ვთქვათ, აი ეს ომარ ხაიამისის ძალიან ისეთია ლამაზიც არის და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, სწორად არის. ნათქვამი რომ სასტუმრო ვართ რა, ჩვენ ვართ სასტუმრო და ამ სასტუმროში მოდიან და მიდიან სტუმრები და იმის არის სასტუმრო და სტუმრები უნდა მოვიდნენ და წავიდნენ და ცოტა დიდხანს გაჩერდა რომელიღაც სტუმარი არა უშავს კაცო, ეგეც წავა, ესეც გაივლისო სოლომონის ბეჭედი რო იყო, მოკლედ მე მგონი ეგ ამბავია მანდაც. მთავარი ჯანსაღი შეფასების ნაწილი ალბათ ის არის, რომ ეს გარეგანი გარეთ არსებული ავტორიტეტი შიგნით შემოვიტანოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ პირველ რიგში მე რა მინდა, ჩემთვის რა არის მისაღები, მე რა მომწონს და მოცემულობად მივიღო ჩემი თავი ის როგორიც ვარ და აქედან დავიწყო იმის აშენება როგორიც საითაც მინდა რომ წავიდე და რამაც მინდა რომ გამზადო. იცი რა, მე მგონია რომ ორი მდგენელია, მაგას აბსოლუტურად ვეთანხმები შენ რას ამბობ და ხელს ვაწერ ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად, მაგრამ მგონია რომ ერთი მდგენელი არის დროის მდგენელი და წარსული და მომავალი. ანუ კრიტიკულობა წარსულთან მიმართებაში ეს კიდე ცალკე მუხლია ასე ვთქვათ და ეს არის დამანგრეველი ძალა. ანუ შენ რო გააგზავნო, მოკლედ რა ვიცი, აი ეს ანალოგია გამოვიყენე რამდენჯერმე და შენც გაგიზიარებ, გონია რომ შეეფერება ასე ვთქვათ ამ ამოცანას, რომ მოკლედ თითოეული ჩვენგანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად გვაქვს რაღაც სიმძლავრე რა, აი მანქანების სიმძლავრე ცხენის ძალებში იზომება, ხო? ჩავთვალოთ რომ ჩვენი სიმძლავრე დაუშვათ ცხენის ძალებში იზომება და გააზომეს აწონეს ეს სანდრო ზემოდან სადღაციდან და თქვეს რომ არის 100 ცხენის ძალიანი. ამ ეტაპზე ცხოვრების მოკლედ 100 ცხენის ძალა აქვს. რა საიდან მოუვიდა, როგორ მოუვიდა, გაიზარდა, დასუსტა, მოკლედ 100 ცხენის ძალიანი. უგზავნიან ამ სანდროს 95 ცხენის ძალიან პრობლემებს. ხო ეს ხო გაგვიგია რომ ყველა ჯვარიო ისეთი სიმძიმის არის რომ შეძლებ რომ ზინა. ანუ დამტკიცდა რომ სანდრო 100 ცხენის ძალიანია და გამოუგზავნეს 95 ცხენის ძალიანი პრობლემები ყოველ დღე. ეხლა ძალიან მარტივი ამბავია, ესე იგი და კარგი პოზიტიური ისტორია გვაქვს, დახვდება სანდრო თავის 100 მხედრით თუ ცხენით და იმ 95 ცხენიან ესე იგი ლაშქარს რთულად, მაგრამ მოერევა და რთულს იმიტომ გიგზავნია რომ გაიზარდო და სანდრო 101 ცხენის ძალიანი გახდეს და ასორი, ხო? ოღონდ ამ ჩემ ანალოგიაში ყოველ კონკრეტულ ბრძოლაში სანდრო ხდება 50 და 60 ცხენით.
და სად არის სანდროს 40 ცხენი დამატებით 1-20 წარსულშია წარგზავნილი და უნდა რაღაცები მოიქულიონ, მოიარონ წარსულის მოგონებანი გარდასულ დღეთა და დაარდები უნდა მოიტანონ, რომ რაღაცები შეცდომები უნდა იპოვონ და კრიტიკა და მეორე 20 ცხენი წასულია მომავალში. მაზეგ რა იქნება და საქართველოს გადარჩება თუ არა და ამ ბავშვისგან რა გაიზრდება და ასე შემდეგ და ის ვერაფერს ვერ შეცვლის მომავალში ის 20 ცხენი და ის 20 ცხენი წარსულიდან თუ მოიტანს მოჩიჩქნის რაღაცა ნეგატივებს სხვას ვერაფერს ვერ შეცვლის, ხო? და საქმეზე რომ მიდგება ყოველ დღეს შენ ამთავრებ ესე იგი დამარცხებული, იმიტომ რომ შენ 60 ცხენით შეასკდი 95 ცხენიან პრობლემას და კი არ გაიზარდე, არამედ დაზიანდი, დაზარალდი, ხო? ამიტომ მოკლედ ერთი პირველი რასაც ეგრევე უნდა შევეშვათ რამენაირად არის წარსულთან ჭიდაობა. ასე ვთქვათ, წარსული არის ისეთი როგორიც არის და მოკლედ ის უკვე ჩაიწერა ესე იგი ისტორიაში და ასე შემდეგ, ხო? შენ თუ გინდა სამომავლო რეკომენდაციები გამოიტანო, იქიდან კი ბატონო, კოუჩინგშიც არის ეგ ამბავი და ყველგან არის, რომ lessons learned ვისწავლოთ გაკვეთილი, ხო? ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს, ასე უნდა მექნა და ისე უნდა მექნა, არ არის ვისწავლოთ გაკვეთილი. ვისწავლოთ გაკვეთილი არის ჩავაბძე ისტორიის თავი წავიკითხეთ, მარიკას ცხოვრება X წლიდან Y წლამდე და აბა მარიკა ეხა პოდკასტისთვის რა გამოგადგება აქედან, იმის მეგობრებთან რა გამოგადგება ჯანმრთელობის, ეგ მოსულა რა. პირველი და მეორე ზედმეტად მომავალში სიარულს მოკლედ თავი დაანება, იმიტომ რომ ეგ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო, შენ ვერაფერს ვერ შეცვლი, ეს ჩვენ აი ამ წიგნში რომელიც ვახსენე, ესე იგი self talks-ზე სადაც არის ლაპარაკი, არის ერთ-ერთი ესეთი ის რომ ჩვენ ვართო არაჯანსაღად დამოკიდებული განსაზღვრულობაზე, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ხვალინდელი ამინდი უნდა ვიცოდეთ, რამდენი ფული გვექნება ხვალ, როგორ ჯანმრთელობა გვექნება ხვალ, რა მოხდება იქ ნიუ-იორკის ბირჟაზე და ასე შემდეგ. გაურკვევლობის შიში იწვევს. და გაურკვევლობა არის, ცხოვრება არის გაურკვევლობა და შენ თუ ხარ არაჯანსაღად დამოკიდებული რაღაცაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს, შენი 20 ცხენი კი არა, შეიძლება 100-ვე ცხენი იყოს სადღაც მომავალში და დაეძებდეს ამ გარკვევლობას, ხო? და ამ დროს შენ აქ არ ახარ, აქ და ახლა არ ახარ, ხო? ის შენ ტელეფონი რო ასკროლე და ჩასკროლე და ამ დროს შენ შვილი რაღაცას გიყვებოდა, შენი ჭკუით მომავლის იმას რაღაცას ანალიზებ თუ წარსულის და არაფერსაც არ აკეთებ, შენ შვილს დააკლდა დედა და მამა და არ ყავდა ის 100 ცხენის ძალიანი მამა, რომელიც შეხვდა, რავი, დახვდა 50 ცხენის ძალიანი, რომელიც ვერ ერევა, ნერვები ეშლება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ თვით შეფასებას როცა ვლაპარაკობთ, ერთხანს ჩამოვავლებდი ესე იგი წარსულსა და მომავალს შორის. მომავლის თვით შეფასება არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ მომავლის რეკომენდაცია და სურვილი და ოცნება და ეგ იყოს. და მეორე პიროვნება და აი ეს გარემოებები, ანუ თვითონ სასტუმრო და სტუმრები, ასე ვთქვათ, ხო? აი ეგ ორი გავყოთ წარსულზე. ის ვქნა ტაბუ იყოს წარსულის კრიტიკაზე და ტაბუ იყოს პიროვნების კრიტიკაზე და საქციელებზე და მომავალზე კი ბატონო. და მე თანდათან მაგასაც მიხვდები, რომ ეს მომავალზე ჩვენი ლაყბობა თუ ფიქრები თუ ისინი, მოკლედ რა ვიცი, კაპიკია მაგის ფასი, რომ ესე იგი რა რომელი ერთი ის გამოვიყვანეთ, ასე ვთქვათ, ხო? ის რომ არა მე მიზნები თუ არ მექნა ვერ მივახცევ მიზნების მიღწევის პროცესი ხდება აქ და ახლა. აი ამ პოდკასტში მივახცევ მე ჩემ ყველა მომავალ მიზანს თუ აქ მოვიქცევი კარგად და მაყურებელი და მსმენელი თუ კმაყოფილი დარჩება, ის რაღაცას ესე იგი ერთ აგურს დადებს ჩემი წარმატების თუ თავდაჯერების თუ რა ვიცი რიზიც გინდა და მე თუ ეხლა გავიფანტე და გადავიფანტე და ავირიე და ის ვერ გავაკეთე რაც დავილე, იცით რას ნახავს მაყურებელი, ნახავს რომ ეს ეთყობა ივალებს რაღაცებს და ვერ აკეთებს მოკლედ რა და შესაბამისად წავა ეს დანარჩენი ცხოვრება და ამიტომ ჩემი აზრით მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ დღევანდელ დღეს და ეს შეიძლება გახდეს ის გასაღები, რომელიც აი ამ ცხენებს მომავლიდან და წარსულიდან რაღაცნაირად დაგვაკონსოლიდირებინებს დღევანდელ დღეში, რავი თუ გამოვა ადვილი არ არის, მაგრამ ვცადოთ. რო შევაჯამოთ ორი სიტყვით არის ის, რომ
ადამიანები ვართ ის, რისიც გვჯერა ჩვენ თავზე და რეალურად ჩვენი თვითშეფასებაც არის დამოკიდებული იმაზე, დღეს მე რისი მჯერა ჩემს თავზე და შენი ნარატივიდან გამომდინარე თუ დავიჯერებთ ადამიანები იმას, რომ ჩვენ არ ვართ ის სტუმრები, რომლებიც შემოდიან და გადიან და ზოგი კრიტიკოსის სტუმარი შემოვა, ზოგი შიგნიდან იქნება და ზოგი გარედან ის სტუმარი და არა და მე ვარ იმის იქით, ვინც იღებს და აკვირდება ამ სტუმრებს. მე მოკლედ აი იმ სააქციოსა, მოკლედ სახლი ააშენა, ღმერთმა გენეტიკამ, ევოლუციამ, დედამ, მამამ, მასწავლებელმა და ამ ძმამ ააშენეს სასტუმრო. და ამ სასტუმროში მოდიან და მიდიან სტუმრები და ეს კარგი სასტუმროა მოკლედ რა და იმდენად კარგი სასტუმროა, როგორც მისი ამშენებლები, ასე ვთქვათ რა და შენ ხარ ამშენებლებს შორის, ასე ვთქვათ, მე იმას ვიზამდი, ასე ვთქვათ, მაგ ასპექტს გამოვყოფდი, იმიტომ რომ რისიც გვჯერა, გვჯერა შეიძლება სტუმრის გაგებით იმასაც გვჯერას ვეძახით, დროებით გვჯერას და რაც მართლა ესე, აი, როგორც 12 წლის მარიკას ვერ უარყოფს, ვერავინ ვერ უარყოფს, რომ შენში არის ეს ყველაფერი ჩადებული რა და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ სუბიექტური ამ ვერსიიდან ასე ვთქვათ რაღაცნაირად ობიექტურზე გადავიდეთ და ვთქვათ რომ ეგ ნახდათ კარგია მაგაზე შევთანხმდეთ რომ პირველად რომ ამოიტირა ესე იგი რომ დაიბადა და ამოიტირა უკვე კარგი იყო უკვე ღმერთის შექმნელი იყო და მილიონობით წლის ევოლუციის თუ რისიც გჯერათ იმის პროდუქტია და კარგია ეს პროდუქტი სტუმრები მოუვიდნენ ხან ასეთები ხან კი ბატონო დიახ ასეთია ცხოვრება რომ ხან ასეთ სტუმრები მოვლენ ხან ისეთები ხო და ის იყო კარგი და დარჩება კარგი ხო ამიტომ თვით შეფასება შეიძლება არ არის ჩვენი პრობლემა შეიძლება ჩვენი პრობლემა არა გვერევა ჩვენ სად მთავრდებით და გარემოსად იწყება თუნდაც ემოციებთან მიმართებაში ფიქრებთან მიმართებაში და ამიტომ აი როგორც უპირობო სიყვარული უპირობო იმიტომ რომ უპირობოა ხო თვით შეფასებაც თუ შენი თავის სიყვარულზეა მაშინ უპირობოა მოკლედ მიყვარს ჩემი თავი კი მაგრამ რაღაცაები რო შეგეშალა მაინც მიყვარს ჩემი თავი ესე იგი იმიტომ რომ ღმერთი მიყვარს დედა მიყვარს ბაბუა მიყვარს გენეტიკა მიყვარს სამყარო მიყვარს და ამათ შექმნეს ეს ნამცხვარი გამოაცხოს და ეს ნამცხვარი მიყვარს და ხო ნუ რაღაცეები ხან ეს მოვიდა ხან ის მოვიდა რაღაცეები მოზდის და კიდე მოუვა რა მაგრამ კარგი რამეა რა მე მგონი კარგი რამე საბოლოოდ გავედით მადლიერებაზე და იმის მიღებაზე რაც არის მიმღებლობაზე და მადლიერებაზე გავდივართ და დიდი მადლობა სანდრო კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შენ სტუმრობისთვის და მადლობა მოწვევისთვის მე იმედი მაქვს რომ კიდევ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე შევხვდებით ჩვენ დიდი სიამოვნებით და კარგი საქმეს აკეთებთ და ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება შენთან ამ ფორმატში შეხვედრის მადლობა და თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი გაუზიარეთ მეგობრებს და მოგწერეთ მესიჯებში რა თემებზე გინდათ ვისაუბროთ შემდეგ სერიებში მადლობა